რა განსხვავება უხარისხო და ხარისხიან კაბელს შორის? ხშირად ბევრი ჩვენგანი ირჩევს ყველაზე იაფიან კაბელს, იმიტომ რომ ფიქრობს, რომ ყველა კაბელი მაინც ერთნაირია, მაგრამ უხარისხო და ხარისხიან კაბელს შორის განსხვავება ძალიან დიდია. შეიძლება ითქვას, რომ სასიცოცხლო დიდიც კი. ყველაზე დიდი პრობლემა უხარისხო კაბელში არის მასში გამოყენებული მასალები. ძირითადად კაბელის ფასი დაბალია, როცა გამოყენებულია დაბალი ხარისხის სპილენძი ან ალუმინი. ასეთ კაბელებში დენის გამტარობა სუსტია, აქვს გადახურების პრობლემა, მალე ცხელდება და დროთა განმავლობაში მთლიანად ფუჭდება. ხშირად ვიზუალურად ერთნაირი კაბელები სრულიად განსხვავებულ შედეგს გვაძლევს. აი ხარისხიან კაბელში ყველაფერი სხვანაირადაა. აქ სპილენძი და ალუმინი მაღალი ხარისხისაა, ძარღვები მჭიდროდ არის გადახვეული, იზოლაცია სქელი და ელასტიურია. ასეთი კაბელი არ გახურდება სწორი მოხმარების პირობებში, არ გამოიწვევს ხანძარს და მოწყობილობებით ძალიან დიდ ხანს სტაბილურად იმუშავებს. არ აქვს მნიშვნელობა ხარ ელექტრიკოსი თუ უბრალოდ სახში რამე შეკეთება გჭირდება. არ გამოიყენო უხარისხო კაბელი, შემოწო კვეთა, იზოლაციის ხარისხი და მწარმოებელი. ხშირად ფასში სულ რამოდენიმე ლარია განსხვავება, მაგრამ შედეგში უსაფრთხოება და საიმედო მუშაობა. ხო. და გამოიწერეთ საკაბელის არხი, რომ არ გამოგდეთ სიახლე.